მოსალოდნელია, რომ ჩინეთი კვლავ გააგრძელებს თავისი უპირატესობის გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენებას. მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 წელს კომპანია Huawei შავ სიაში შეიყვანა, სი ძინპინი იშვიათი მეტალების გადამამუშავებელ ქარხანას ეწვია ჩინეთში და ხაზი გაუსვა ამ რესურსების მნიშვნელობას გლობალური მიწოდების ჯაჭვში. ეს ქმედება კი ფართოდ იყო აღქმული როგორც ჩინეთის მუქარა. 2025 წელს ამის მაგალითი ვიხილეთ ევროპაშიც. ოქტომბერში ნიდერლანდების მთავრობამ დროებითი კონტროლი დაამყარა ჩიპების მწარმოებელ კომპანია Nexperia-ზე, რომელიც ჩინური Wintec Technologies მფლობელობაშია. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ბრალი წაუყენეს Nexperia-დან $200 მილიონი დაძალებით გადარიცხვაში თავის საკუთარ კომპანია Wingsky Semi-ში, რომელიც შანხაიში მდებარეობს. ამან კი გააჩინა ინტერესთა კონფლიქტი და ეჭვი, რომ Nexperia-ს ოპერაციები და ინტელექტუალური საკუთრება თანდათან ჩინეთში გადადიოდა. Nexperia-ს ჩიპები ფართოდ გამოიყენება ევროპის ინდუსტრიულ ბაზარზე. Nexperia ამარაგებს ევროპული ავტოწარმოების 49%-ს, სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანიების 86%-ს, მექანიკური ინჟინერიის სექტორის 95%-ს და თითქმის მთლიან თავდაცვის სისტემას. შესაბამისად, როგორც ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტრომ განმარტა, Nexperia-s მმართველობა საფრთხეს უქმნიდა ნიდერლანდებსა და ევროპაში არსებითი ტექნოლოგიური ცოდნისა და შესაძლებლობების უწყვეტობასა და დაცვას. საპასუხოდ ჩინეთმა დაბლოკა Nexperia-s ჩინეთის ფილიალში დამზადებული ჩიპების ექსპორტი ევროპაში, თუმცა მოგვიანებით პეკინმა განაცხადა, რომ ის დაუშვებდა გამონაკლის კონკრეტული კომპანიებისათვის. ჩინეთმა ასევე ნიდერლანდების მთავრობა დაადანაშაულა ნახევრად გამტარების კრიზისის ხელოვნურად გამოწვევაში და მოუწოდა აღარ ჩარეულიყო კომპანიის შიდა საქმეებში. ჩინეთი ნედლეულის ექსპორტს გლობალურ ეკონომიკურ ბერკეტად იყენებს, თუმცა არც ეს ბერკეტია უსაზღვრო.